ბოლო ორი კვირა ირანში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მცდელობა იმის მიმართ, რომ ისლამური რეჟიმი უნდა ჩამოეგდოთ დემონსტრანტებს, საბოლოოდ კრახი დასრულდა. მეგობრებო, დღევანდელ ვიდეოში თქვენ მოისმენთ რეალურ მიზეზს, თუ რატომ ჩავარდა ეს გარედან მართული სპეცოპერაცია, რომელიც ემსახურებოდა ისლამური რეჟიმის დამხობას და Z-70-იან წლებში ჩამოგდებული შაჰის მმართველობის დაბრუნებას. ეს იქნება ძალიან საინტერესო განხილვა, რომელიც იქნება ფაქტებზე დაყრდნობილი და რაც ყველასე მთავარია, მეგობარო, თუ გინდა გაიგოს სიმართლე, უნდა დაალაიქო ვიდეო, გამოიწერო არხი და გაუზიარო ეს ვიდეო მეგობრებს. მოდი დავიწყებ ახლა იქიდან. ახლა მე მედია, ამ ბოლო ორ კვირაში არსებული მედიების მთავარ ჰაილაითებს გაჩვენებთ. მე სპეციალურად არ წერდი ვიდეოს, დაახლოებით 10 დღე ვაკვირდებოდი ამ პროცესებს ძალიან კარგად, იმიტომ რომ ხე ნაყოფით შეიცნობა და ეს ძალიან საინტერესო პროცესებით შევიცანი მე პირადად. მეგობრებო, ჩვენ ამ ორი კვირის განმავლობაში ძალიან ბევრი манипуляცია, ძალიან ბევრი ინფორმაცია, ძალიან ბევრი ასევე დეზინფორმაციას მოვისმინეთ. მათ შორის იმაზე, რომ რავი ირანში 20,000, 50,000, რავი ზოგი წყაროებით 70,000 დემონსტრანტი იყო მკვდარი, ანუ ცეცხლსასროლი იარაღის გასროლის შედეგად. აგერ გვატყობინებს ისრაელის მედია, რომ ირანში აქციის 50,000-მდე მონაწილეა მოკლული. ხო, რახან ახლა ისრაელის მედიამ თქვა, მეც ეგრევე ავდექი და სრულიად დავიჯერე ახლა ეს ყველაფერი. მეორე, ახლა ძალიან საინტერესო პროცესი. მოდი ეს ყველაფერი ახლა ჩვენ ყველა ეტაპობრივად გავყვეთ, ანუ ანთროპოლოგიურად შევისწავლოთ, ახლა რა ხდებოდა ბოლო 1 წლის განმავლობაში ირანში. ჩვენ ვნახეთ ირან-ისრაელის ომი. სადაც დავინახეთ ძალიან კარგად, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაანადგურა ირანის ბირთვული პროგრამა. ამას იტყობინება Fox News-ი და ელიტარული მედია წყაროები, რომელიც 100%-ით ბოლომდე დღემდე არ არის დადასტურებული. ერთი ის იყო მცდელობა, რომ ამ ომის შედეგად, ანუ რეჟიმი ვერ გაუძლებდა ამ პროცესებს და რეჟიმი ჩამოიშლებოდა, რაც საბოლოოდ ამ ემბარგოებისა და სხვადასხვანაირი ფინანსური ბლოკადების შედეგად ვერ შეძლეს. ეხლა დაიწყო გეგმა B. გეგმა B რას ისახავს მიზნად? ირანში ისლამური რეჟიმი უნდა ჩამოქცეულიყო გარედან მართული ბრჭყალებში საპროტესტო აქციების ფონზე. ამას იტყობინება სხვათა შორის ალ-ჯაზირა, რომელმაც თქვა ესეთი რაღაცა, რომ დაახლოებით, საუბარია 5,000-დან 7,000 კაცამდე დივერსიული ჯგუფი, რომელიც აზერბაიჯანიდან გადავიდა ირანის ტერიტორიაზე. ანუ ეს საპროტესტო აქციები მაგალითად დიდ ქალაქებში, ხო? თეირანი, ისპაჰანი, დიდ ქალაქებში, რომელიც მოიცვა მოულოდნელად, იმიტომ რომ შემთხვევით არაფერი არ ხდება, ეს მოულოდნელად სპეციალურად გამოვიყენე, რა თქმა უნდა. არსებობს ძალიან დიდი ეჭვი, რომ ეს ყველაფერი იყო მართული ისრაელის სპეცსამსახურების მიერ და ეხა ისრაელის სპეცსამსახურები რა დონეზე და რა სიმაღლეზე დგანან, ეხა ეს ძალიან კარგად იცით, ჩემი არ გესწავლებათ, რა თქმა უნდა, აგერ მოსადზე მოქვს საუბარი და მე ეჭვიც არ მეპარება და ეს დაადასტურა მოსადის დღევანდელმა დირექტორმა, თქვა, რომ ისრაელი ოპერირებს ამჟამად ირანში, ეს ოპერირება როგორ გაიგება ხა დემონსტრანტებში არიან შერეულები საგუშაგო იმაზეა არმიის ყარაულთან დგანან, ეხა თუ ჰაერში დაფრინავენ, ეს ბუნდოვანია, რა თქმა უნდა. ეხა მოდი დავუბრუნდეთ ამ ყველაფერს. მოსადმა დაგეგმა ოპერაცია, როგორც ალ-ჯაზირას წყაროებიდან იტყობა, ეხა მე ამას 100%-ით ვერ გეტყვით, მაგრამ მე გეუბნებით, რომ ეს არის საკმაოდ ვალიდური თეორია. რომ ამ აქციების პარალელურად, ანუ ქვეყანა როგორ უნდა დაენგრიათ შიგნიდან. გარედან იყო დივერსიული ჯგუფების შესული, იმისათვის რომ აქციებზე მოეხდინათ გარკვეული სახის ობიექტებზე, სტრატეგიულ ობიექტებზე დარტყმა, ეს იქნებოდა მთავრობის სასახლე, ეს იქნებოდა მეჯლისი, ეს იქნებოდა მაგალითად პარლამენტი და სხვადასხვა ისინი, ხო? ძალოვანი სტრუქტურები, რითიც პანიკა დაითესებოდა ქვეყანაში და ამის მცდელობები იყო, იმიტომ რომ გადაწვე ძალიან სერიოზული სამთავრობო შენობები. რამოდენიმე პოლიციის უფროსის ხელში ჩაუვარდა და დემონსტრანტებმა მოკლეს. მაგრამ ეს ჯგუფი, რომელიც აზერბაიჯანიდან შედიოდა, იცოდა ამის შესახებ ირანის სპეცსამსახურებმა და ადგილზე იქნან განეიტრალებული. ამას გვაწვდი შენ ალ-ჯაზირა და ამას გვეუბნებ. ეს არის თეორია, პირველი. ეხლა მოდი გავყვეთ ამ ყველაფერს. ყველა პროცესს გავყვებით. მეგობრებო, ეხლა ვინ არის რეზა ფეხლავი, რომელიც ხსნელად და აქციებზე, დემონსტრანტების თვითონ ირანში არსებულ აქციებზე, ჩვენ დავინახეთ ბანერებზე, პლაკატებზე და სტენსილებზე, რეზა ფეხლავი ხსნელი, რომელიც ემიგრირებული შაჰის შვილია, რომელიც ამჟამად ამერიკაში ცხოვრობს და ხო, ძალიან დიდი გავლენებით გამოირჩევა და ეს კარიკატურა, რომელიც ჩვენ ხელმორჩინოვანი გამოსახავს რეზას მსოფლმხედველობას, მინდა გითხრათ, თავიდან ბოლომდე ყურმოჭრილი მონა.
თავიდან ბოლომდე. ეხლა მე არ მინდა ეს ყველაფერი რომანტიზირებულად გაიგოთ, რომ მე ვამართლებ ისლამურ რეჟიმს, რა სისულელია. ქართველებისთვის ეხლა მე სიმართლე თუ გაინტერესებს, ანუ სუსტად ფეხზე კიდია ეხლა ისლამური რეჟიმი მართავს ეხლა ირანს თუ შაჰი დაბრუნდება იქ. მე გიყვებით ეხლა ობიექტურად რა ყველაზე რეალური თეორია რა არის აქ. აგერ ბიბი, რომელიც განაგებს თელ ახლო აღმოსავლეთს, რაც ჰაერში დაფრინავს, რაც მიწაზე დადის ან წყალში დასურავს, მის შესახებ ყველაფერი იცის ამ ადამიანმა, რომელიც სხვადასხვა ძალიან მაღალი პროფესიონალიზმით გამოირჩევა და ეს კადრების დალაგება, სპეცოპერაციები, მონიტორინგი და რაღაცა ისრაელი არ უმაღლეს დონეზე ამაზე. რეზა ფეხლავი, მოდი ხა უფრო კარგად დაგანახოთ ვინ არის. აგერ რეზას ჩვენ ხედავთ იერუსალიმის აღმოსავლეთ კედელზე როგორ ეამბორება მას. ეხა ეს რას ნიშნავს? ეხა ეს რას ნიშნავს? შემოგვამოწერება ძალიან კარგად იციან, იმიტომ რომ ამერიკაში პრეზიდენტი არ დადის, ან კონგრესმენი არ სუნთქავს, ან რაღაც მაღალთანხმებაზე პირიერო არ იყოს, რომ მან არ ეამბოროს ისრაელის კედელს, რადგანაც ისრაელს აქვს ყველაზე ძლიერი ლობი მსოფლიოში, ეს ყველამ ძალიან კარგად ვიცით. იმიტომ რომ ზოგადად ნიჭიერი ხალხი ეს არ მინდა იცით როგორ გაიგოთ ეს ყველაფერი, ეხა რომ აი რაღაცა აქ რაღაცას იმის მიუყვები და ბრალეულობა, ანუ არ კიდევ ერთხელ ვადასტურებ, ანუ მე არ მადარდებს. ამჟამად ისრაელი არის საქართველოს მოკავშირე ქვეყანა. და ისრაელი ბევრ რამეს ზანმაგარს აკეთებს საკუთარ ქვეყანაში. მე გიყვებით იმ თეორიას თქვენ, თუ რა მიზნები ამოძრავებს ირანში და რაც მინდა თქვენ ობიექტურად იცოდეთ, ეხლა თქვენ განსაჯედეს, კარგია, ცუდია რამეა, ეს თქვენ განსაჯედით, რომ ეხლა ჩემი ქართველის პოზიციიდან ეხლა მე არ მადარდებს სიმართლე გითხრათ, ეხლა ირანში ვინ იქნება. და სხვადასხვა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომა ძალიან კარგი პასუხი გაცა ჟურნალისტებს, რომ ჩვენ ვაკვირდებით პროცესებს რა მოხდება იქ. აგერ რეზას ხედავთ, რომელიც ზიამბორება ისრაელის კედელს, რომელიც არის აი ხო იცით აი დუხოვკიდან რო გამოიღებ, გასქურიდან რო გამოიღებ ამ რაღაც აი გემრიელობას, აი ისია მომზადებული ეს უკვე ამერიკის შეერთებულ შტატებში დატრენინგებული, რომელიც ითვლება თუ ისლამური რეჟიმი დაეცემა იქ და აიათოლა ისა რა ქვია ხემეინი გაიშოტება, რომელიც მოსკოვში უნდა გაქცეულიყო მთავარისა და ფორმულას ინფორმაციით, რეზა ბრუნდება ირანში და ირანი უნდა აქციოს ისევ დიდებულ ქვეყანას. სხვადასხვა ეს პოდკასტშიც გაიჟღერა პირს მორგანთან, რომ შემდგომი ინტერვიუ ჩაიწერება უკვე თეირანიდან. და სამწუხაროდ თუ საპეტრიეროთ არ ვიცი, ირანელმა იფიქრონ, ეს ქართველ მემარცხენების გულში არიან ეს სტენსილები რო გამოფინეს და აქ რაღაცა აქციები იმართებოდა, ეხა ქართველისთვის ირანში რა იქნება, ამას თქო არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მოდი ხა ის გნახოთ. აი ხა უყურეთ ესაა ძალიან საინტერესო ფაქტი. ხა ფსიქოანალიზი მინდა დავდო ამ აქციებისა და ზოგადად საქართველოში მიმდინარე პროცესების რა. 26 წლის ერფან სოლტანი ირანში დაკავებული დემონსტრანტებიდან ერთ-ერთი პირველია, რომელსაც ციკლი დაშიან. ეს ბიჭი ღმერთმა დიდხან სიცოცხლე, არავითარ შემთხვევაში არ უსურვებ არც ერთ დემონსტრანტს, ზოგადად არანაირი სრული არ მაქვს ამის. ხელები ამიწევია, მე ვაფიქსირებ სხვა აზრს. ქართველმა მემარცხენეებმა გამოიყენეს ეს ადამიანი, რომელიც ახალი მზია ამაღლობელი. ანუ ახალი მზია ამაღლობელი. ახალი. რატომ ეხა ძალზე ხე მზია ამაღლობელსა და ამაშორ ზაგანსხვავება ეს სიმპათიური, ის მახინჯია ვიზუალურადაც და შინაგანადაც და 100%. მე ამჯერა რომ ეს კარგი ადამიანია, ხო, მაგრამ ეს რატომ მოახდინეს ეხა ამ ყველაფრის აფიშირება, ესაა ძალიან საინტერესო. საერთოდ რევოლუციას უყვარს სილამაზე. ძალიან უყვარს სილამაზე რა. აი ჩე გევარა მაგალითად რატო არის რევოლუციის სიმბოლო. ჩე გევარა იყო ძალიან ლათინო ამერიკელებისთვის და მახასიათებლა ძალიან მიმზიდველი მამაკაცი, ლათინო ამერიკელებისთვის და ზოგადად ქარიზმატული პიროვნება, იდეალისტი და ზოგადად რევოლუციონერებს ახასიათებდა ესთეტიკა. ესთეტიური თუ არ ხარ, მაგალითად ძალიან საინტერესო პროცესებია. აი საქართველოშიც ხო დაგვინახე ეგეთი რამე, რო იწვის ვიტრინები, მანქანების მოლოტოვის კოქტეილები უკიდე და ამ დროს ორი LGBT ერთმანეთს კოცნის და ეს აქციეს რაღაც რევოლუციის ახალი ტალღის სიმბოლო. საქართველოში მაგ ხა ეს საუბარი, რომ ვითომ ამით თავისუფლება იმარჯვებს ბოროტებაზე, ხო. ოკეი. ეს ბიჭიც გამოიყენეს და საბედნიეროდ ეს ადამიანი სიკვდილით არ დასაჯეს მეორე დღეს, ესეც მინდა ვინც არის ცით. აქვე გეტყვით, ახლა მე მინდა გავყო ყველა პროცესს. რომ თქვენ მოისმინოთ სიმართლე. ხო, ესაა ძალიან ისრაელის მედია ირანში 50000-ზე მონაწილეა მოკლოდ. ეხლა უყურე, ამას რომ ქართული მედია იღებს წყაროს და ამბობს ეს არის ავთენტური წყარო. ხა ისრაელის მედიამ რა თქვა ეხლა? ნებისმიერ ქვეყანას ყავს ინფორმაცია, პროპაგანდა, დეზინფორმაცია. ყველა ქვეყანას, ამერიკას, რუსეთს, ირანს, ისრაელს არ მნიშვნელობა არ გააჩნია. ანუ რა წყაროზე მაინტერესებს, ანუ ობიექტური რა წყარო არსებობს საინფორმაციო ბრძოლაში, რომელიც არკვევს უშუალოდ რამდენი ადამიანია მკვდარი. ანუ 50000-მდე ერთ კვირაში ხალხო, ეს არის ომის ტოლფასი. რანაირად უნდა მოკლა 50000 კაცი ერთ კვირაში აქციის დემონსტრანტი, ესაც ძალიან საინტერესო ფენომენი, რომ აი ესე თითქოს ვითომც არაფერი. მესმის რომ ირანი დიდია, დიდი მოსახლეობა ყავს, ოკეი.
მაგრამ საიდან გამომდინარეა ეს ყველაფერი? ანუ მართლა მაინტერესებს რას ეყრდნობა ეს ინფორმაცია, რომ მართლა მაგდენი მოკლეს. ეხლა მოდი არ მინდა ობიექტურობა დავკარგო და შევეხო აი ამ საკითხს ძალიან კარგად, მაიცა? აი ამ საკითხს მინდა კარგად შევეხო. საერთოდ არსებობს ქვეყნის დაპყრობის 3 გზა. პირველი, ეს არის პირდაპირ ინტერვენცია. ეს რასაც რუსეთი აკეთებს ერთად შემთხვევაში. მეორე ეს არის ინსტიტუციონალური ინტერვენცია, რომელსაც იყენებს ამერიკის შეერთებული შტატები, NGO-ები, ეკონომიკური მკვლელები, დივერსიები, ძალიან ბევრი რამე. და არის მესამე არის ისრაელის მოგონილია, ეს ისრაელი ფენომენალურია. მე პირიქით კომპლიმენტებს ვეუბნები ახლა BBC რეალურად. კომპლიმენტებია ეს ყველაფერი. არ მინდა ეს რაღაც ისე გაიგოთ, რომ თითქოს აქ კომპლიმენტებია. ეხლა უყურეთ როგორ ხდება. ომმა არ გაამართლა, ინტერვენციამ არ გაამართა, ეკონომიკურ მკვლელებმა არ გაამართლა, ბლოკადამ არ გაამართლა, ემბარგომ არ გაამართლა. რა დარჩა? შენ ქვეყნის შიგნიდან უნდა მოაწყო დემონსტრაციული ფონი, გადაწვა ყველაფერი აბსოლუტურად. მე თქვა რომ ჰოი ყველა რევოლუციონერი ჭირდება მხსნელი, მაგალითად საქართველოში პატა ბურჭულაძე, ირანში აგერ რეზა ფეხლავი და ამის ფონზე ირანელები იქიდან ავრცელებენ ინფორმაციას, რომ შველა გჭირდება და ვინ თუ არა ამერიკის შეერთებული შტატები მხსნელი, ხო? კაცობრიობის, სუპერმენი. რატო არ გააკეთა ტრამპა? მოდი ხა კითხვა დავსვათ, აი რატომ არ დაბომბა ამერიკის შეერთებული შტატებმა ირანი? როდესაც კატარიდან და ბაჰრეინიდან ოპერირებდნენ უკვე. მაქვს საუბარი F-35 ტიპის გამანადგურებლებზე, რომლებიც გადაადგილდებოდნენ ირანის საჰაერო სივრცეში. რაღაც ტერიტორიაზე შევიდნენ, ბოლომდე არა. იმიტომ რომ ის დივერსიული ჯგუფი, რომელიც აზერბაიჯანიდან შედიოდა, ირანის სპეცსამსახურება და კონტრდაზროვამ გაანეიტრალეს. იმიტომ რომ ისინი მათ ქონათ ტყვია წამალი, მათ ქონათ შეიარაღება, მათ უნდა მოეწყოთ დიდი აფეთქებები საარჩე იმაზე რა ქვია, აქციების პარალელურად, რითიც ქვეყანაში დაიწყებოდა უკვე მასობრივი, ანუ ეს კი არა ძალიან დიდი ნაწილი კი არა, მასობრივი გამოსვლები, ხვდებით? მასობრივი ანარქია. რასაც ვერ გაუძლებდა ისლამური რეჟიმი. და საბოლოოდ ანახა რომ ხემეინის რეჟიმმა გაუძლო ამ ყველაფერს. რადგან აქციების ფონი ჩაიფარცხლა იქაც. რატომ? ძალიან საინტერესოა. იმიტომ რომ ეს იყო დივერსიული ოპერაცია, რომელიც მზადდებოდა დაახლოებით 6 თვის განმავლობაში, რომელშიც ჩართულები იყვნენ, რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატები, ისრაელი და სხვა წამყვანი ქვეყნები, რომლითაც უნდა მოხდარიყო ირანის რეჟიმის დამხობა და იქ ახალი შაჰის გამეფება. ეს ყველაფერი მეგობრებო მიზნად ისახავდა იმის საერთო გეოპოლიტიკური მიზანი იმას ჰქონდა, რომ აბრაამის შეთანხმების გეოპოლიტიკურ ქსელს არ ქონოდა წინაღობა. რადგან ჩვენ ისით რომ აბრაამის შეთანხმება ის არის ისრაელის მიერ გაფორმებული შეთანხმებები ახლო აღმოსავლეთში არსებულ არაბულ ქვეყნებთან, რომელიც მიზნად ისახავს საერთო ეკონომიკურ, სოციალურ თუ სხვადასხვანაირ კეთილდღეობას და არის უამრავი მაგალითად აგერი UAE-სთან დადო პირველი ისრაელმა 2019-ში, ბაჰრეინთან არის, მოროკოსთან არის დადებული, პარტნიორი ქვეყანა არის მაგალითად საუდის არაბეთი, რომელიც გახდება ასევე აბრაამის შეთანხმების ნაწილი. არ მაქვს ამ პროექტის საწინააღმდეგო სიმართლე გითხრათ არაფერი, მაგრამ ეხა ჩემთვის რომ მე ვაფასებ როგორც ქართველიდან ეხა ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს ეხა ახლო აღმოსავლეთში, რავი ხა აბრაამის შეთანხმებაში ირანი იქნება თუ არ იქნება, ხო მე გაწვდით ობიექტურად ხა რა უნდოდა ისრაელს და რა მოხდა, ანუ რა შეუკვეთე, რა ჩამოვიდა. ისრაელს უნდოდა რომ ჩამოვარდნილიყო ირანის რეჟიმი ისლამური და შაჰი დაბრუნებულიყო. ბევრი манипуляცია იყო, ძალიან ბევრი ფული დაიხარჯა ამ ყველაფერზე. მოსადი, რომელიც არის შესანიშნავი, ფანტასტიკური, უნაკლო, ჩემთვის საუკეთესო სპეცსამსახურები, თურმე ისინი ადამიანები ყოფილან, თურმე რომ ეს სპეცოპერაცია ჩავარდა რეალურად. მე არ ვიცი, ხვალ შეიძლება უკეთესი მოიფიქროს ისრაელმა, მე არ ვიცი. მე გეუბნები და ეხ დღევანდელი მონაცემებიდან გამომდინარე რა მოხდა. უბრალოდ მე რაზე მაქვს ახლა პრობლემა. დავივიდახეთ, ყველაფერში ძალიან ობიექტური ვიყავი, არ შევეხე, ისრაელი გააკეთებს, არ გააკეთებს, ირანი გააკეთებს, არ გააკეთებს, არ მადარდებს. აი ერთ რამეში მინდა ეხლა დავაფიქსირო ჩემი აზრი. აი ქართული მედია რო რაღაც ინფორმაციას იღებს, აი მაგალითად იქ მოკვდა 15000, 20, 30, აი რაზე დაყრდნობით იღებთ, მართლა ძალიან მაინტერესებს. ეგრე მე შემიძლია მოვიგონო ეხა ესეთი რამე, რომ მაგალითად თქვა, რომ კონგოში მიმდინარეობს რევოლუცია და აქციის პროცესის პარალელურად დაიღუპა 100000 კაცი. აი ეს მოვიგონო ინფორმაცია უბრალოდ. აი ვინ ამოწყობს ამ ინფორმაციას? რატო იჯერებს ქართული ხალხი ყველაფერს? არა, ყველაზე არ მაქვს საუბარი. გარკვეული აი 30-40 ყველაფერს რატო პრომად იჯერებს? აი მთავარმა დაპოსტა ეს ესეა. მთავარმა დაპოსტა ის ესეა.
ანუ რისგან გამომდინარე, ვინ დაითვალა იქ გვამები, ვინ წაიკითხა მათი პირადობები, ოჯახმა დაადასტურა, არ დაადასტურა. მით უმეტეს ამბობენ იმას, რომ ისლამური რეჟიმი თავიდან ბოლომდე კორუმპირებულია და სწორ ინფორმაციას არ აქვეყნებენო და ვინ ყავდათ იქ ისეთი ხალხო, მართლა მაინტერესებს, რომლებიც იცოდნენ რამდენი მოკვდა. აგერ BBC იყო ძმაო და რას ამბობდა, რომ მეორე მსოფლიო ომის კი პირველ მსოფლიო ომში არსებული გაზი გამოიყენეს აქციებზე, ტიპმა BBC ამბობდა ამას, ვიღაცა მართლა ფორმულა მთავარი კი BBC ამბობდა ყველაფერს და ის იმან დაუშვა ისეთი შეცდომა, რომ აგერ საქმე აღძრული მაგაზე და დიდ ბრიტანეთის სააპელაციოშია ეს ყველაფერი შეტანილი. როგორც პაპუაშვილმა თქვა. რადგან ის იყო თითინა გამოწეული ტყუილი, ხო რა თქმა უნდა, თვითონაც აღიარეს BBC არ იყო ტრამპს რო გაუყალბა ბევრი რაღაცები. ანუ ერთადერთი პრობლემა ვაქ, ანუ რეალურად ხა შევაფასე ალ-ჯაზირას ინფორმაცია და წყარო მოვიტანე, თქვი რომ ეს არის თეორია უბრალოდ, მე არ ვაუბრალო 100%-ით ესე მოხდა, მაგრამ ძალიან გავს სიმართლეს იქიდან გამომდინარე, რომ ესე მასობრივად აქციები არსად არიწყება იმის პარალელურად, რომ ვიცი კაცო ირანში რაც ხდება ეხა, ხო რა უბედურება და ეკონომიკური კატასტროფა და იქ საჭმელის ფასები, საკვების ფასი ჰაერში მიიწევს ზევით და ამ დროს ქვეყანა თავიდან ბოლომდე რაღაც ბირთვულ манипуляციებზე გარ არის. ხო ეს არის საშინელება, როდესაც ჩვენი ქვეყანა ესე ცუდად ექცევა ხალხს. მესმის, მაგრამ ეს ამასაც ხო აქვს თავისი მიზეზები, ის რომ ირანს ადებს ემბარგო. რამდენი საუკუნეა უკვე, რამდენი საუკუნეა ემბარგო ადებს და ეკონომიკური კედელია აღმართული მასა და სხვა არაბულ თუ ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებზე. იცით რა არის, ანუ საერთოდ ყველაფერი არის დადგმა, ან შემთხვევით არაფერი ხდება, ან მართლა შემთხვევით არაფერი. აი მე მინდა ეს ძალიან საინტერესო სკრინი განახოთ ახლა თქვენ, რომელი იყო? აი ეს ნახეთ, აი ეს არის მოსად აქ ძალიან საინტერესო წარწერა დაბლა. Mossad it's never an accident. რას ნიშნავს ქართულად? არაფერია შემთხვევით. საერთოდ არაფერია შემთხვევით. ანუ ნახეთ როგორი მომენტია, მე მჯერა რომ, მე მჯერა იმის რომ ირანში რა თქმა უნდა რეპრესიებია. ძალიან ცუდი რაღაცები ხდება. და საერთოდ მინდა გავუმიჯნო ეხა ორი რამე ერთმანეთისგან და მინდა კარგად მომისმინოთ ეხა. ნახეთ, არსებობს ორი დიქტატორული ტირანიული რეჟიმი. არსებობს დადებითი და უარყოფითი. ეხა რა დადებითი და რა არის უარყოფითი? უარყოფითი არის მაგალითად ისეთი რეჟიმი, რომლის დროსაც მთელი ქვეყანა, ჩრდილოეთ კორეა მაგალითად, მთელი ქვეყანა შიმშილობს იმის გამო, რომ ქონდეს ატომური ბომბი. ეს არის კატასტროფა. ეს არის აი აბსოლუტური დონის კატასტროფა, რომელსაც არანაირი გამართლება მას არ აქვს, მაგრამ ასევე გვაქვს შენ საიმფო დინასტია საუდის არაბეთში. მეფე მართავს ქვეყანას, მაგრამ იქ ხალხი როგორ ცხოვრობს ძალიან კარგად, ხო? ეხლა რა განსხვავება საუდის არაბეთსა და მაგალითად ჩრდილოეთ კორეას შორის? ან ჩრდილოეთ კორეაში მთელი ქვეყანა შიმშილოს ატომური ბომბი ქონდეს, საუდის არაბეთში კიდე არის ძლიერი სამხედრო მილიტარისტული ქვეყანა, იმიტომ რომ მას აქვს ისრაელთან და ირანთან, ბოდიშით ისრაელთან ამერიკასთან ფანტასტიკური ურთიერთობა, მისი სამხედრო ბაზებიც არის იქ. და საკუთარ ხალხსაც აცხოვრებს, მაგრამ დიქტატორია რა, ეხლა ვინ არის მეფე? შეხება არ გაქვს საუდის არაბეთის პრინც რო შეხო, მაგის უფლება არ გაქვს, ტრამპი შეხო და აგზრომირა რომ შენ თუ არ გაქვს, თუ არა მე მაქვს მაგის უფლებაო. მაგრამ პოინტი აქ რა არის, ანუ თავარი ამოსავალი წერტილი, რაზეც ჩვენ ვიმშელოთ. რომ საერთაშორისო პოლიტიკაში ზოგადად არის შერჩევითი სამართალი. საუდის არაბეთშიც ხოცავენ ხალხს სიკვდილითშიან, თურქეთშიც მათ შორის არის ეგეთ შემთხვევები. მაგრამ რატომღაც ყველას ირანი ხვდება? გაიგე? ბელარუსი არ ხოცავდნენ მაგალითად აქციებზე ხალხს? ხოცავდნენ? ანუ უბრალოდ რა არ მესმის, იცი, რატოა შერჩევითი სამართალი ესეთი მსოფლიოში? თუ ამერიკა იმას ხედავს, რომ ის დამნაშავე, ამას რატო არ ხედავს აქეთ? საუდის არაბეთშიც არის სიკვდილდაშა. რა აგერიჭდა თეცხში? რატო? იმიტომ რომ ის დაკროლზე ცეკვავს ხალხნო. ესია, ნახე, სხვისი პრობლემა, სხვისი ჭირი ღობი ჩხირი. რაღაცას ხედავ, რაღაცას არ ხედავ. ის გაწყობს, ხედავ, ამას არ გაწყობს, არ ხედავ. უბრალოდ მე მაქედან გამომდინარე მაქვს ეგაზარ ჩამოყალიბებული უკვე, რომ რაც თავიდან ბოლომდე, რავი, აზრი რაც გამოვიტანე, რომ ყველა მოქმედებს საკუთარი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე და როდესაც ეხება მაგალითად ძალმომბრეობას, სამართალი იმის მხარეს დგას, ვინცაა ძლიერი. არ ვიცი, თუ თქვენ რამე უფრო მაგარი თეორია გაქვთ, კი ბატონო მე მოვისმენ. მე კიდევ ერთხელ ხას უსვავ იმას, რომ ჩემი არც არანაირი სიმპათია მაქვს აბაშამინდელი ირანის მმართველობის მიმართ. არც შაჰი მევასება, არც ხემეინზე ვგიჟდები. არც ერთი არ არის ჩემი. მე ვაბო ობიექტურად ქართველის პერსპექტივიდან ანახული რეალობა. ეხლა შიგავროპელები რუსთაველზე რო ვენებს იჭრიდნენ, არ იქა ირანი, აქ ხო დამიმყარეს დემოკრატია და მათი გაგებული ლიბერალური სამყარო და ეხლა ირანში უნდა, ანუ ამით რას მინდა ხაზი გავუსვა, იცი, რომ ყველაფრის რომანტიზირება ხდება რა.
აი ყველაფერი ის სიმპათიურია უკვე რომანტიზირებული ის ლამაზია და ტუჩსაც იცხავს აქციაზე რაღაც სირობები და მაჯერებენ ეს ყველაფერი რომ არის პოლიტიკური პროცესები რომელიც ამ დროს მოსადი ტაშპანდურს ეკავს იგეთ კულისებს მიღვა და ეს იდიოტები ამათ ჯერათ რომ აიმე ირანელ ხალხს ეხა რაღაც თავისუფლება მოწყურდა რა კაი რა ბოლო 30 წელი არაფერი პროტესტი არ ქონიათ ბევრად უარის მდგომარეობაში ყოფილან რაღა ეხა როდესაც 6 თვის წინ ისრაელთან ომი იყო რატო მან რა დავინახეთ რეალურად რომ ამერიკა რო არა ისრაელის ვერაფერს ვერ იზავდა მანდ ეხა ისრაელს დიდი პატივისცემა და ძალიან ძლიერი ქვეყანა აქვს და ძალიან ძლიერი დაზვერვა ყოს მაგრამ ირანმა ისეთი რაკეტები ესროლა ისრაელს რომ რა ვიცი თელ-ავივში თქვენ ხო ნახეთ ჰიპერგერითი რაკეტა რო დაიცა ანუ ისრაელს მაინც მოერევა ირანი რომ უნდოდეს მაგრამ აი ისრაელს ყავს ამერიკა ბოდიში მე ამერიკა არ ამყავს ხო და აქედან გამომდინარე იმის თქმა მინდა ჩემო ძმებო და ჩემო დებო რომ ყველაფერი არის სოფლიო პოლიტიკაში არის შერჩევითი სამართალი ვიღაცას აწყობ ვიღაცას არ აწყობ მაშინ ახსენდები კარგი ხარ თუ კარგი მიზნები აქვს თუ ცუდი ხარ ისეთ რამებს მოგიგონებენ რავი აი რა ვიცი რაც და აი თითიდან გამოწოვილი თავინა ბოლომდე ნუ საბოლოო ჯამში ფაქტი ერთია რომ ირანში რევოლუცია ჯერჯერობით არ შედგა ამ ეტაპზე მე არ ვიცი ხვალდაზე რა შეიცვლება მოსადი რას დაგეგმავს კიდე ზოგადად ისრაელი რას მოიფიქრებს ამასთან მიმართებაში მაგრამ ცხადია ერთი რამ რომ რაც ჩვენ უნდა შევაფასოთ ამჟამინდელი ირანის ხელისუფლებიდან რომ ორ ძალიან ძლიერ დარტყმას მათ გაუძლეს ერთი ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული ბომბდამშენის მიერ რომელიც გაუძლეს და მეორე ეს იყო ქვეყნის შიგნით არსებული ხელოვნურად შექმნილი დემონსტრაციის ფონზე რომელიც დაიწყო და რომელიც ღმერთმა იცის კიდე რა ნაყოფს გამოიღოს მაგრამ ამჟამინდელი მონაცემებითა და იმით ვერაფერი ვერ გააკეთეს ამიტომ ისინი ადამიანები არიან და შენ თუ შიგნიდან არ გაქვს სერიოზული მხარდაჭერა, არავინ არ დაგეხმარება, და ამერიკამ იმიტომ არ დაბომბა ირანის სწორედ, რომ იცოდა რომ შიგნით ეგ ოპერაცია ჩავარდნილი იყო უკვე. თორე კარგით ეხა თქვენ თუ გჯერათ ამერიკას ეხა ირანელი ხალხის განთავისუფლება ადარდებს, აი ამ ზღაპრების თუ ჩვენ კიდე გჯერა, მაშინ უსმინოთ რამე სხვა ზღაპრებს, აგერ ფორმულაზე იმართება ისეთ კაი ზღაპრებს ყვებიან ხოლმე, აი ძილის წინ შეგიძლია უსმინოთ და მართლა ჯერათ იმათ, რომ აი დემოკრატიული განვითარების ინდექსი რამდენია შენთან ეკონომიკური განვითარების და ამის აქედან გამომდინარე ანალიზს უკეთებენ, მსჯელობენ და მე გამოვაქვთ დასკვნა რა გიყონ. მიზეზი ამ ვიდეოს ჩაწერის იყო რომ უბრალოდ არ დავგოიმდეთ ხალხო, თორე მესმის, პოინტიც მესმის ისრაელს რატო აქვს მაგის მიზნები, ოკეი, ასევე ირანს რატო აქვს, ანუ მესმის ყოველას არგუმენტი. მაგრამ მე უბრალოდ კითხავს ვსვავ. კითხვები უნდა დასვა ყოველთვის. მაგრამ მე რა თეორია ჩამოვაყალიბე და რა აზრიც მაქვს, გონი ყველაზე რეალურს გავს და თქვენ თუ რამე განსხვავებული გაქვთ, შეგიძლია დაბლა კომენტარებში დაწეროთ და ამის შესახებ მსჯელობა გამართოთ. რავი, რას დაამატებდით? თქვენ დაამატეთ, დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერთ არხი და რამე თუ შეიცვლება ამასთან მიმართებაში, ხო იცით, კვირაში ორჯერ მე აქ ვარ თქვენთან და სოფლიო სიახლეებს გამიხილავ სხვადასხვა ძალიან საინტერესო თემებთან ერთად. დროებით.